აბა თევზაობაზე რა კარგი თევზაობა და ნადირობა თითქმის რამ გაყო ერთმანეთისგან რა და ახლა ესეთ ისტორიას მოყვები რამ გაყო და მე თევზემ და მონადირემ მაგრამ კარგმა მეთევზე და მონადირემ ორივე უნდა იცოდეს თევზაობა და მონადირე ხო და ამიტომ ისეთ ამბავს მოყვები ახლა რომელიც ნამდვილად მოხდა როგორც თავის ანუ როგორც მე მომიყვა თხრობელი ნამდვილად მოხდა საკმაოდ საინტერესო ამბავია და დავიწყებ მოყოლას მოკლედ სვანეთში ერთ-ერთ მთაში ერთი კაცი იყო წასული მოკლედ იმისთვის რომ ძროხებისთვის მოეარა რა მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო და აი კოლმეურნეობის საქონელი ჩაბარებული ყავდა და მაგას პატრონობდა ხო და მიყვება ახლა რომ ერთი დღე არისო და გამოვედიო კარვიდანო იარაღი მაქვსო წმინდაო მაგრამ წვრილ-ტყვიანი იარაღი არის მაგით მაქსიმუმ შაშს თუ მოკლავს ადამიანი რა ხო და გამოვედიო და იარაღს წმინდა უბრალოდო რა და ჩემი ძმაკაცი მორბისო ლამისო ფეხების მაგივრად კი არ ხელებზე გადავიდაო ლამისო და ისე ხელებით და ფეხებით მორბისო შეშინებულიო და ვეკითხები ახლა რა მოხდაო და აგერო ბუღა ყავსო წაქცეულიო დაცო და გლიჯავსო გავგიჟდიო ეგრევეო და სახშიც ვერ შევვარდიო რომ რამე უკეთესი იარაღი ამეღო იქნება უშველო და იმ პატარა იარაღით გავვარდიო და ხედაო ახლაო რომ შეუძლებელი არის უკვე ამ ბუღის გადარჩენაო რა მაგრამ ამ დაცვას ხო არ გაუშვებო ახლა ცოცხალიო და ავიღეო ეს იარაღიო და დაუმიზნეო თან ერთი ტყვია იდებოდაო მარტო შიგნითო მაგ იარაღშიო და დაუმიზნეო და ვესროლეო და გავარტყიო ხო და ვაუ ასე დაიყვირაო იმ დათმაო და გაიქცაო მაგრამ გავეკიდეო მე იმიტომ რომ აი აქ ტყვეები მქონდაო ჩაყრილიო ერთი მუჭიო რა და მივსდეო ახლაო და თან სისხლის კვალი მიდისო და იმას მიუყვებიო ხო და მიუყვევი ამ სისხლის კვალსო და ხესთან მიდისო და მე ვიციო ახლა რომ იქ ჩასაფრებული შეიძლება იყოსო იმ ხესთანო და ცოტა მოშორებით გავჩერდიო და ქვას მივეფარეო და ვაცადეო ცოტა ხანიო ხო და ცოტა ხნის მერე იმ ხიდან აი ასე გამოყო დათმა თავიო და ასე მიყურებსო აქეთო და გამოყო თავი თუ არა ვესროლე ეგრევე და კიდე გავარტყიო ხო და ვაუ ასე დაიყვირაო და გადახტაო მდინარეშიო რა იმ ხის გვერდით მდინარე იყო და მდინარეში ცდილობსო ახლა რომ გამასწროსო რა მაგრამ მდინარეში რომ მიცურავდაო კიდე დაუმიზნე ერთი და კიდე ერთხელ ვესროლეო და ყელში გავარტყიო და ვაუ კიდეო მაგრამ რაღაცნაირად გასურაო მაინცო და გაიქცაო მოკლედ ეს დათვიო რა ხო და მაგის მერე არ გამოჩენილაო რაღაც ამბები მესმოდაო რომ აი ერთხელ ერთი ძროხა კიდე დაგლიჯა ამ დათვმა ერთი ხარი კიდე დაგლიჯა მაგრამ მე ვერ გადავეყარეო და მაშინ ვიყავიო 18-20 წლისო რა და მერე დაოჯახდიო კაცო შვილები შემეძინაო და ერთი დღე არისო ჩემი შვილი წავიდაო საანდიროდ ხო და მოვიდაო ნადირობიდან უკანო გახარებულიო მამაო დათვი უნახეო რა ხო და მეც გამიხარდაო ახლაო მაგრამ ცოტა რაღაცაზე დავეჭდიო რა ხო და კითხეო აბა იმ დათვის აღწერილობაო რაღაცა ისო რა ჩვეულებრივი დიდი შავი დათვი იყო და ვესროლიო და მოუკალიო რა ხო და კაიო აბა წავიდეთ მაჩვენე ის დათვიო ასე უთხარიო ჩემ შვილსო და მივედი თუ ახლა იმ დათვთანო რა და ვეუბნებიო ამასო რომ აი ეს ის დათვი იყო მე მაშინ რო ვესროლეო და საიდან გაიგე მეთქი ვეკითხები და ყელი რო გამოუჭერი ყელიდან ტყვია გამოუვარდაო 30 წელი ატარებდა ესე იგი სამკაულივით და 20 წლის მერე ისევ თავის მაშვილმა დაამთავრა თავის დაწყებული ისტორია